როგორც ვიცით, ყოველ პარასკევს ჩვენს ეთერში კულინარიის რუბრიკის დროა, ხო? და შენ მანუელი უნდა შემოგვიერთდეს. შენ თუ მოგიმზადებია ზუზუ მურაბის ნამცხვარი? მომზადებასთან და ჩემთან არ გვინდა ამ თემაზე ჩემთან ნუ გადმოხვალ ხოლმე აი აგერ გადასარევი მანუელი დილამშვიდობის მანუელი მურაბის ნამცხვარი სხვადასხვა დილამშვიდობის გამიგია მსგავსი რამ დიახ როგორც ვიცი ძალიან მარტივი მოსამზადებელია და ძალიან გემრიელია ხო რომ მოგვიყვეთ როგორია რეცეპტი რისი მურაბისგან ვაკეთებ? კი ბატონო. ამცხვარს. და საინტერესო ხო რისი მურაბისგან? ამჯერად ვაკეთებთ მარცხნის მურაბით, მაგრამ შეიძლება ნებისმიერი მურაბა გამოიყენოთ, მათ შორის ჯემიც. იმიტომ რომ ნუ ეხა იდეა ამ ასე ვთქვათ კექსის, პურის, რაც გინდა დაარქვით, იმიტომ რომ მაინც თბილი არ არის, მინდა გითხრათ. წარმოიშვა საიდან, რომ ბევრ ოჯახში არის მურაბა ასე ვთქვათ მარაგებში. და ხშირ შემთხვევაში ეს მურაბა წლიდან წლამდე გადადის და დევს. ამიტომ ამის პრაქტიკული გამოყენება შეიძლება ძალიან მარტივად თუ გვაქვს სახში ზეთი, თავისთავად ცხადია მურაბა, შაქრის ფხვნილი არ არის ასე ვთქვათ აუცილებელი, ალტერნატიულია კვერცხი, ლიმონი, ფქვილი, ქიშმიში, სოდა და ნიგოზი. ასე რომ ნიგოზი, ქიშმიში გემეორებს, ესეც სულ ეს არის დიახ. არანაირი აი კარგად რო ვერ კულინარიაში მანუელ ხო ხედავ? აი კარგად რო ვერ კულინარიაში ზუსტად ვიცი რა ინგრედიენტებია საჭირო. კი ბატონო, ძალიან კაი. არა, ესე ინტუიცია და გამოცდილება და სოდნა უიღო არ არის თქონდა კულინარიაში. ინგრედიენტი ჩამოთვალა და სულ ეს არის. კი ბატონო, ეგ არის და გორის ციხე, მეტი არაფერი. კაი, მოკლედ გვაქვს მურაბა. 200 გრამი მურაბა. თითო 100 გრამზე არის 1 კოვზის სოდა, შესაბამისად აქ 2. და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვახდინოთ ასე ვთქვათ რეაქცია ხედავთ ხო თქვენ როგორ რაფერი მიიღო მურაბა? აქ აფთა. ზოდის მასაა ბატონო კაი იქნება პენსია მიიღო. დიახ. ისე მინდა გითხრათ ხველებისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა. რაღაცა ბავშვობაში მახსოვს. არაჩვეულებრივი. კაი, ნუ ძალიან კაი. მოკლედ, ამას თუ დავასვენებ, ცოტა ხანი უკეთესი იქნება, ბუნებრივია და აქ უკვე შეგვიძლია დავიწყოთ ინგრედიენტების დამატება. ანუ ზეთი, კვერცხი. ამასობაში ნიგოზის უნდა მოვხალოთ. მინდა გითხრათ, თბილი არ გამოდის საერთოდ, თითქოს და მურაბის რაღაც კექსი უნდა იყოს ძალიან თბილი, არ გამოდის თბილი, მინდა გითხრათ. აქაც ცოტა ლიმონი დავამატოთ. მე ძალიან მიყვარს ისეთი ძლიერად ტკბილი, როცა არ არის ნამცხვარი. კი, თავისთავად ცხადია, ეს არის ასე ვთქვათ, ოქროს წესი ნებისმიერი დესერტის და ნამცხვის, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, რომ უნდა იყოს ძალიან ზომიერად თბილი, არ უნდა იყოს ძალიან მსუხი, ხო? ქიშმიში უკვე შეგვიძლია და ნიგოზი უნდა მოვხალოთ მიკროტალღურში. ძალიან საინტერესო მეთოდია. პირველად გავიგე რომ მიკროტალღური მაქსიმალურ მაქსიმალურ სიმძლავრეზე მე ვაყენებ როგორც წესი 3 წუთზე. 2 წუთზე მეტი არ ჭირდება, 2 წუთის მერე ვაღებ კარს და ნუ თუ აკლია მაინც და მაინც შეიძლება დავამატო კიდევაც. ოკეი. ეხლა გავუშვათ უკვე ფქვილი. ფქვილი რა თქმა უნდა გაცრილი. ასე. ოკეი. ამას კარგად მოვურევ. სპატულით. და დაგჭება
ვანილი დამოვიდა ბოდის გიხსით. ცოტა ვანილი. ოკეი. და ეს კარგად უნდა შეიკრას ახლა მოურიოთ მასა. კი ბატონო, ერთგვაროვანი მასა როგორც კი გახდება, უკვე გადავიტანთ ფორმაში და უნდა გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 9 საათის განმავლობაში. ესეთი მასა გამოდის. ნიგოზი არ დაგეტვათ. ეხლავე ნახოთ ნიგოზი რა არა გეტაყვა, არა. 2 წუთი არის მაგის ოქროს დრო, ასე რომ გიმეორებთ 3 წუთზე დააყენებთ. 2 წუთის მერე შეგიძლიათ უკვე შეამოწმოთ. ნებისმიერი თხილეული შეგიძლიათ აი ამ მეთოდით მოხალოთ. სულ არ ჭირდება არც ღუმელი, არც თაფა. რა თქმა უნდა, ვისაც აქვს მიკროტალღური. ესე იგი, სანამ ახლა ღუმელში მოთავსდება ეგ და გამოწდება. ვიღებთ ფორმა. აი ესე. ჩაუფენთ. ჩავასხავთ ამ მასას და ეს ყველაფერი მიდის ღუმელში. შეიძლება ღუმელში. დამატებითი ცხიმის მასა არ არის ხო საჭირო ფორმის? ბატონო. არა, ზეთი შიგნით აქვს. არა, ეს არის ცხიმი ახსენეთ უკაცრავად? კი. ანუ ფორმაში მოსათავსებლად არაფერი არ არის საჭირო, გამოსაცხობი ქალდიგო. არაფერი არ ჭირდება. დიახ. 180 გრადუსი, როგორც გითხარით. ესე გადავანაწილოთ. დიახ. მანუელ, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ დაველოდებით ახლა ამ კექსის გამოსხობას. ორჯერ. დავაბრახუნოთ და ეს მიდის ღუმელში. კი ბატონო. გითხარით 180 გრადუსზე დაახლოებით დავაბრახუნოთ აუცილებლად. რო გითხრათ, რომ ამ 40 თუ 35 წლის განმავლობაში გამოწყობა მოასწრო ნამცხარმა და გაციება, მეგონი არავინ არ დამიჯერებს, ხო? არა. ალბათ თქვენ პირველ რიგში. ეს წინასწარ ქონდა მომზადებული, რა თქმა უნდა, იგივე რეცეპტით, იგივე ინგრედიენტებით და კარგად გავაციეთ და მეორე რომელიც ხდება ახლა ეს მერე ასე ვთქვათ ეთერს მიღმა დაგრჩება მეორე საუზმისთვის თუ გნებავთ ან ხემსისთვის. კეთილი, მოკლედ აი გამოვაცხეთ ეს ჩვენი მურაბის კექსი თუ პური როგორც გინდა დაარქვით, ხედავთ ხო როგორ გამოიყურება? არაჩვეულებრივად, მინდა გითხრათ რომ ტკბილი ნამდვილად არ არის ნამდვილად ტკბილი და საუზმისთვის მე მგონი არის სრულიად ისაღები კერძი, დესერტი, რაც გინდა დაარქვით, კი ბატონო. ძალიან გემრიელად გამოიყურება. ნამდვილად. არის კიდევაც მინდა გითხრათ. რა სწავლია, როგორც გითხარით, აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის აუცილებლად, კი, აუცილებლად. ბიჭებო არ დაგავიწყდეთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ ალბათ ის არის, რომ ჩვენ იმ პროდუქტებით, რომელიც გვაქვს მარაგში და ხშირ შემთხვევაში არ ვიცით რა ვუყოთ. ხო, ან ნაყინს დავასხათ, ან კარაქიან პურს გადაუსვათ ზევიდან და ასე შემდეგ. აქედან შეგვიძლია შევქმნათ რაღაც ძალიან საინტერესო კერძი თავის დამატებითი ღირებულებით, ხო? ანუ ამ კერძს შევძენთ კიდე დამატებით ღირებულებას და მივიღებთ ესეთ არაჩვეულებრივ პროდუქტს. ცოტა გამოცდილება, ცოტა ასე ვთქვათ წარმოდგენა და შეგვიძლია შევქმნათ ესეთი კერძი, ესეთი დესერტი. მინდა გითხრათ, რომ მე ვეცდები კიდევ და კიდევ შემოგთავაზოთ აი ამ სახის კერძები, რომელიც იქნება თქვენთვის მორგებული, თქვენი ოჯახებისთვის მორგებული, რომელიც არ იქნება ძალიან ძვირი, შედარებით ბიუჯეტური, მარტივად მოსამზადებელი და რაც მთავარია, აი ამ საიტნოტის პირობებში, რომელშიც გვიწევს მუშაობა ამ ღია ეთერში,
ვამზადებთ ყოველგვარი პრობლემის გარეშე. ასე რომ აი დღევანდელი კერძი მურაბის კექსი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ.